ბატონო, ერთგულო ტელემაყურებელო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და თქვენ უყურებთ პაატა და ნიკა შოუს, რა თქმა უნდა რუსთავი ორზე. ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს და ქეიფისა და დროს სტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოში და გილოცავთ ზაფხულის დადგომას და გისურვებთ მზის გამოსვლას. წელიწადის სამივე დრო კარგად გაგეტარებინოთ, ჩემო კარგი. სამივე თუ 4 რა გჭირთ შენ? წელს გაზაფხული ნახე სადმე? ეგ სულ დავიწყდა განაცვალე. ზამთარი გადის ახლა და ზაფხული დგება ეგრევე. წინა დღეებში კი გამოვიდა 1-2 მზე, მაგრამ ისე ათბობდა, გეგონებოდა ყადაღადევს. ჩვენთვის და ყველასთვის მთელი საქართველოსთვის სასიხარულო ამბავი. გარდა იმისა, რომ PSG ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეგ მსოფლიოსთვის დასახელდა, თორემ ჩვენ აქამდეც ვიცოდით შეგონითა. მოკლედ, ისე მოიგო ევროპის ქვეყნების გული კვარამ, შეიძლება მისი ხათრით მსოფლიოზე სათამაშონ ჩვენი საქართველოს ნაკრები. მოკლედ, კვარამ ისე ითამაშა ეს ლიგა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები დემბელესავით უყურებდნენ. ფინალის მერე არსენალის მცველებმა განაცხადეს, რომ კვარას მოედანზე ყოფნა უფრო საშიში იყო ჩვენთვის, ვიდრე ჯანმოს გამოცხადებული კორონავირუსი. აბა, კიდევ ერთხელ ულოცავთ კვარას ამ შესანიშნავ ტიტულს და ახლა გადავდივართ მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის მზადებაში, რომელიც ერთ კვირაში იწყება და ასევე რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცემა, მინდა გითხრათ ჩემო კარგი. კვარასაც ვთავაზობთ ჩვენთან ერთად უყუროს მსოფლიო ჩემპიონატს. კაი ლუდი, კაი ძეხვეული, დაისვენე შენ ცოტა. ჩემო ხვიჩა და მოიმატე 1-2-3 კილო ჩვენთან ერთად. რაც ნეტა პორტუგალია, საფრანგეთი თუ შეხვდა ერთმანეთს, კვარა ვისკენ იქნება მაინტერესებს. ვიტინიასკენ თუ დემბელეს. ეგ არ ვიცი, მაგრამ შემდეგ მსოფლიოზე რომ ეგ ორივე საქართველოსკენ იქნებიან, აი მაგაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ დიდი ამბები იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებ ბილეთებზე. ყველა ბუდაპეშტში ცდილობდა მოხვედრას, მაგრამ ერთ PSG-ს ფანს აერია და იმ სიმწრით ნაშოვნი ბილეთით ხელში ბუდაპეშტის მაგივრად ბუქარესტში ჩავიდა. PSG-ს თამაშებთან ერთად 1-2 გეოგრაფიის გაკვეთილაც რომ დასწრებოდა, ფინალსაც დაესწრებოდა. ბუქარესტში კი ჩავიდა, მაგრამ ნეტა რა თამაშს უყურა იქ ეგ მაინტერესებს. რაპიდისტია უა იყო, მე მგონი მაგდღეს და ეს ბილეთი. კი, მოუგია სტიაუა. ისე გურული ცურევია რაღაცა, მათ ისე გამეხარდა სტიაუა. სტიაუა მაგათ დაარსებია. ხოდა ეს PSG-ს ფანი ბიჭი ამტკიცებს, მე კი არ შემეშალა. პილოტ შეეშალა და მთელი PSG-ს ფანები ბუქარესტში ჩამოვიდა. ანუ თავისდაერი ჭკვიანები სხვებიც ყოფილან. არა უშავს. ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთში მიდიოდა და ამერიკაში ჩავიდა. დიდი ამბავი, ახლა ბუქარესტი თუ ბუდაპეშტში აერია. თავარია. ხელავი და გურჯანი არ აერიოთ, თორე. კიდევ კარგი ეს ბიჭი, რომელიმე ქვეყნის დინამოს არ გულშემატკივრობს, თორემ სულ აიჭრებოდა, იმდენი დინამოა ყველა ქვეყანას. ეგ კი არა, 6 წლის მერე ოლიმპიადა ავსტრალიაში ტარდება და ახლავე აუხსნას ვინმემ, თორემ წავა ავსტრიაში ეგ უბედური. ჩასული იქნება. საბოლოოდ ასეც ჯობდა. ბუდაპეშტში სტადიონზე რომ მოხვედრილიყო, კაციშვილი ვერ შეამჩნევდა და ახლა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, აგერ ბატონო, რუსთავი 2-ის ეთერშიც გამოვაჭერეთ ეს კაცი, ვნახოთ ფოტო რო შევხვდეს. იმ დღეს
ეს განცხადებებს ვეძებდი. კაი ფასში ზღვისპირა სად შეიძლება დაისვენოს კაცმა თქო და საბერძნეთში მთელი კუნძული იყიდება ბათუმის ბინის ფასი. ეს საინტერესოა და გაზი, დენი, წყალი, კანალიზაცია არის? არა. მარტო წყალი. იმლაში არის. და ეს კუნძული ზღვის ხედით არის. ყველა მხრივ. არ მინდა ძმაო, მე მაინც ბათუმის ბინა მირჩევნია. რა გამოგვიზ და გამოწვენავს ამხელა კუნძულს? ბინა კი უცებლაგდება, პატარა. ისე ვაკეში ბინის ფასად მთლიანად საბერძნეთსაც იყიდი მგონი, არა? როგორც კურორტი საბერძნეთს კვიპროსი მირჩევნია მე მაგალითად. უფრო იაფად ქობულეთის ბინის ფასადაც დაიჭრა. მაგრამ ჩვენი ამბავი, რო ვიცით, ბათუმს მაინც ვერ შეველევით. კი ბატონო, თუ დადგა ზაფხული, კი ბატონო, მაგრამ როგორც ამბობენ წელს შეზლონგის ფასი 2 მაგდებაო. ადრე თუ 5 ლარა დაქირავდნენ, ახლა 10 ერია. შეოჯახა შენებულო. ხაჭაპური რო გაძვირდა, ყველი გაძვირდა და იმიტომ. ხინკალი რო გაძვირდა, ხორცი გაძვირდა და იმიტომ და აქ რა გაძვირდა მაინტერესებს. ვინმე კაპაკები. გეტყვი რა გაძვირდა და იმ შეზლონგების გამქირავებელს ხინკალი და ხაჭაპურის ჭამა არ უნდა? აი მოუკლავს მე ამ საბაზრო ეკონომიკაზე ფიქრი არ ვიცი ძმაო, მე შეზლონგში 10 ლარის გადამხსელი არ დაილოცა ისევე ეს დიდი პირსახოცი. ოჩი, გაშალე წამოწე კი კაცი შვილი არ გეტყვის ფული გადავიხადე. მე გეტყვი უკეთეს. ბათუმში რო შეცურავს ზღვაში, ტრაბზონში უნდა ამოხვიდე და იქ წამოწვე. 2 ლარი. ლირა, გოდიში. ო, თორე ისე უკვე დილემის წინაშე დგები ადამიანი. შეყვარებული კაფეში დაპატიჟო თუ შეზლონგზე. შეზლონგზე ჯობია. არ ვიცი, ოღონდ მზე გამოვიდეს და რას დაეძებ 20 ლარი ღირდეს, მზე გამოვიდეს და არ იქნება არაფრის პრობლემა. აგერ სეირანაც კი მოდის და დაგპატიჟებს ბოლო-ბოლო და ეგ იქნება. ამას ფულის ხარჯა უხსენე და რას ლაპარაკი. მერვე წელია ეს ბაბთა უკეთია წელზე. კარგი, ლურჯი იყო ეგ თავიდან და გახუნდა. მერე ვილაპარაკოთ ჩემო სეირან, სანამ ამინდები გამოსულა, გადავიდეთ სხვა თემაზე. გადავიდეთ. რობოტი ჰუმანოიდი სახელად ატომი ცეკვავს ქართულს ერთ-ერთი სკოლის წინ. ბოლო ზარზე, ნახოთ ვიდეო. ეს ისე ყოჩაღად ცეკვავს ქართულს ხვილსახოცი რომ დაუგდო წინ შპაგატი დაიღებს და გადავა შალაყოში. ჩემი ქორწილი გამახსენდა. ცეკვისას ძალით რომ მიციროდნენ ცოლის დათესავები, არა უშავს რა კარგად ცეკვავს. ასე ცეკვავდი მეც. მე და რამდენ ხანს შეუძლია მას ცეკვა ის მაინტერესებს. კაი ხანს გაუკაჭავს. ბოლოს ელექტროობას აურევია და გასმებს. იმდენი ხანი აკეთებდა, თურმე კოჭებამდე ჩასულა მიწაში. ცეკვის მერე მაგისი კლასელები სახინგლეში წავიდნენ, ხოლო რობოტი ჰუმანოიდი ატომი ხადავიქთან დატოვეს ზეთის გამოსაცვლელად. ისე მიდის ამ რობოტის საქმე, არ გაგიკვირდეთ რომელიმე მეტროსთან ლეზინკაც რო იცი. ეგ რა არის? ქუთაისის ელექტრომანქანების საწარმოში შეიქმნა რობოტი ჰუმანოიდი სახელად გეიარ გამეიარი. ვენაცვალე დათლიაში. ეგეც შეხوار მოგანათლინეს. მაგისტრის რა უნდა? არა, ეგ ვინც გამოიგონა იმან მონათლა თან. და ფიდაგიშდებოდა 5 ლიტრიანი ზეთი და და კრესტავი და გულზე. და იმ წინა რობოტს რა ერქვა ნეტა როცეკვავდა, ჰა? არ ვიცი, ალბათ გოუსვი და გამოუსვი. ეს გეიარ გამეიარი. ო, მაგარიჩას ეს ქუთაისში შექმნილი რობოტი. ოღონდ შნური აქვს მოკლე და შორს ვერ მიდის, გაიგე ეგა. ქუთაისში შექმნილ რობოტს არც ფეხი ეშლება, არც ზრდილობა და არც კაცობა. როიცოდეთ და ქუთაისელ რობოტს მარტო კაცი მეცნიერები მართავენ. იმიტომ რომ მაგი ქალიჩუაზე არ გეივლის. კარგია.
ახლა არ მითხრა დენის მაგირად სოლიკაურზე და პრასზე იტენებაო. ნუ იცინე და გლიცინებ შენ. ქუთაისური გეი არ გამეიარე პირველი რობოტია მსოფლიოში, რომელიც ადამიანს იქეთ ავალებს რაღაც. იმ დღეს ჩაირიკა დაუნახოს მაგის კიდეზე და 8 მეიული უკან სიგარეტს ამეიღებ. კარგია. შევცვალოთ თემა, აღარ მინდა ამდენი რობოტები და კიბორგები. ადამიანებზე დავილაპარაკოთ. აი ბატონო. თურმე 15 წლის ვუნდერკინდი ბიჭი დოქტორი გახდა. დიახ, დოქტორი. და მეცაც გეტყვი სკოლა 6 წლის ასაკში დაუმთავრებია. კაი, კაცო და ახლა რა საკეთე? რასდა ახლა სიცოცხლის გახანგრძლივების თემაზე მუშაობს. დოქტორი თუა უკვე დაბერებულა და მაგითო ალბათ. რა ვიცი, აბა ჩემი მეზობლის 17 წლის ბავშვი გასკდა ტირილით გუშინ ნაყიდი ვიყიდეთ. შენ ეგ თქვი, მე კიდე 15 წლის ასაკში ჩემი ველოსიპედი ისევ თოვლის პაპის დაჩუქარი მეგონა. პაპა ანუ ჩვენთან პაპა. ხო, ბაბუ, პაპა. ეს ვუნდერკინდი ძალიან ჭკვიანი ყოფილა დაბადებამდეც. დედამის რო ამშობიარებდნენ, იქიდან კარნახობდა თურმე ეკივებს. მე მგონი დამაჩქარებელი არაა საჭირო. ფიზიოლოგიურად დაბელოდეთ, ჯობიაო. მე 8 წლის ასაკში ცოლის მოყვა და უნდოდა, მაგრამ ჯარმა მოუწია და რო დაბრუნდა უკვე შეყვარებული გათხოვილდა. და დამიკადეთ. კაი ნაწვალები კი ყოფილა ეს ბავშვი და ეკუთვნოდა დოქტორობა მე თუ გითხრა. შევცვალოთ თემა. როგორც ირკვევა ადამიანების სახელების 10% ყვავილების სახელები. აიცოდი? ალბათ ქალების სახელებზია, ხო ლაპარაკი? რატომ არა? კაცის სახელებიც არის ეგრე. ვარდენი, მიხაკო, დათო. დათო რომელი ყვავილი? კაი, ახლა ერთ სიტყვაზე ნუ გამომეკიდები. რა მაინტერესებს იცი? ჭინჭარი თუ არის ყვავილი? ეგ არის ბალახეულში გადის. არა და ჩემს სიდეს დააკვდებოდა ისეთ საქმე. რა მაინტერესებს კაცო? აი კაც სიტყვაზე. ხოლოს კაც თუ ფაუნა ქვია და ცოლს ფლორა. შვილს რას დაარქმევენ შენი აზრით? მაგას რა კითხვა უნდა? კაც ფლორა ქვია კაც და ფაუნა შვილს ჯემალი. ეგ დათუნას ამბავია. იგივეა. აი მე მყავს ერთი ნაცნობი, მეოთხე ქალიშვილი შეეძინა და ია დაარქვა. დანარჩენებს ენძელა, ვარდო, მიმოზა ქვიათ. მაგრამ სანამ მიხაკო არ გაჩნდება, მე გამჩერებელი არ ვარო იძახის. აქედან დასკვნა. ქალბატონებს თუ ყვავილების სახელები ქვიათ, ჩვენ მებაღეები გამოვიდა. მებაღეები რატომ გავიქ? ვულით და იმიტომ. კი ვულით, მაგრამ როგორც კი ერთად შეიკრიბებიან ეს ჩვენი ყვავილები, მაშინაც ჩვენზე იწყებენ ჭორაობას. რა ვიცი, არა მგონია მაინც, მართლა ჩვენზე ჭორაობენ? რას იცახი? აბა საიდან იცი შენმა ცოლმა მე რამდენი ჭიქაზე ვიპარები სუფრი. ხო? ან საიდან იცი შენმა ცოლმა მე რომ გუშინ ფეხსაცმელები რესტორანში დამჩა. თუ ჭორავენ გეუბნები კაცო, სხვათა შორის მე იმისი დამადასტურებელი მასალაც მაქვს, თუ როგორ ჭორავენ ჩვენი სერიალის მიხო და მაროს მონაწილეები და მათი ცოლები, მოკლედ მამაკაცებს. აი, კაცო, მაგას მე ვერ დამაჯერებ, არ არსებული გამორიცხულია. კი ბატონო, ახლა ჩვენ ამას ვუყუროთ, ვიძეოთ. და თან ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, რომ შაბათ კვირას რუსთავი 2-ზე აუცილებლად იქნება მიხო და მაროს სერიები მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატს. კი, და 9 საათიანი კურიერის მერე რა. კი ბატონო, აუცილებლად. მოკლედ ვნახოთ ჭორიკანა გოგოები და შაბათ კვირას მიხო მაროს დაელოდეთ აუცილებლად. ვაი, მაგის